სამინისტროს ბირთვული კვლევის ევროპული ორგანიზაციისა და მის ბაზაზე მოქმედ ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფთან თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო შემეცნებითი მასტერკლასები დაიწყო სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მასტერკლასის პირველ სესიას ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. მასტერკლასების მიზანს წარმოადგენს მეცნიერების, ინოვაციების და ტექნოლოგიების პოპულარიზაცია, ახალგაზრდა თაობების მოზიდვა და დაინტერესება ფუნდამენტური კვლევებით. ჩვენი თანამშრომლობა CERN-თან 2020 წელს დაიწყო ამ მიმართულებით და ყოველწლიურად იზრდება როგორც ჩატარებული მასტერკლასების რაოდენობა, ასევე ამ მასტერკლასებით დაფარული რეგიონების არეალი. განათლების სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია მეცნიერების პოპულარიზაცია და კიდევ უფრო მეტი წარმატებული ახალგაზრდის ჩართვა სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში. შესაბამისად, სამინისტრო განაგრძობს ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერას. ძირითადი დანიშნულება აი ამ მასტერკლასების არის ახალგაზრდებს აჩვენოს ის შესაძლებლობები, რესურსები, პოტენციალი, რომელიც მათ ექნებათ იმ შემთხვევაში, თუ STEM და ტექნოლოგიების მიმართულებით მეცნიერებაში გააგრძელებენ თავის სამომავლო კარიერას. ძალიან აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი მასტერკლასით. ეს იყო ბირთვული ინჟინერიის ლაბორატორია და წელს უკვე კონკრეტულად ვისწავლე, რა ხდებოდა შიგნით, რა სიკულებდნენ, როგორ ხდებოდა გამოკვლევა.